საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების ნაწილი კვლავ პარალიზებულია. მესტიასა და უშგულის 16 თემში უგზოობის გამო მისვლა შეუძლებელია. ლენტეხში გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის შესაძლებელი. რაც შეეხება გუდაურისკენ მიმავალ გზას, იქ დღეს მოძრაობა ცალმხრივად გაიხსნა და დაბაში ჩარჩენილმა ტურისტებმა თოვლის ტყვეობას თავი დააღწიეს, თუმცა რამდენიმე საათის წინ ზვავი უკვე მლეთაში ჩამოწვა. სოფელ მლეთასთან მისასვლელი გზა უკვე გაწმენდილია, თუმცა ჩამოწოლილი ზვავისგან საცხოვრებელი სახლების გაწმენდას მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს. მლეთაში ზვავი რამდენიმე ადგილას ჩამოწვა და საცხოვრებელი სახლები დააზიანა. ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია იმ ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ზვავმა მოიყოლა. ძმებმა ნაზღაიძეებმა თოვლის მასისგან თავის დაღწევა მეზობლების საშუალებით შეძლეს. მე ჭალაზე გადამოვიდა, თავი გამიხეთქა იმ ხელით ტყივეს. ჩემი ძმა მანქანას მიაჭყლიტა რა არა უშავს იმას. გამოგველია საკვები პროდუქტი, მედიკამენტი, რა თქმა უნდა, ბავშვები ყავს პატარა. არაფერი ახდებაო, პანიკებში არიანო, უბრალოდ ერთი ამოვიდნენ აქეთ იცხოვრონ და გაიგებენ როგორ პანიკებში არიან ხალხი. მლეთა გუდაურის საავტომობილო გზა დღეს ცალმხრივად გაიხსნა. მლეთასთან დითოვლობის გამო 50-მდე ტრაილერია გაჩერებული. ისინი 4 დღეა გადაადგილებას ვერ ახერხებენ. ტრაილერის მძღოლების თქმით, მათ საკვებ პროდუქტებს ურიგებენ, თუმცა მათ საწვავი გაუთავდათ. გუდაურში დაბრუნებას ვერ ახერხებენ ტურისტებიც. უკვე მესამე დღეა ველოდებით გუდაურში დაბრუნებას. იქ გვაქვს ჩვენი ნივთები. გვიწევს სასტუმროში ღამის თენება, გაგვითავდა ფული. გუშინ დაგვირდნენ, რომ დღეს შევძლებდით ჩვენს სასტუმროში დაბრუნებას, მაგრამ ისევ არ გვიშვებენ. მე დაახლოებით 4 დღე ვიყავი ჩარჩენილი და ძალიან ბევრი მანქანები არის, ვერ მოდიან, იმიტომ რომ გზა არ არის გაწმენდილი. მაგის გამო. და როდის გაწმენდავენ კიდევ ვერ გვეუბნებიან. ეხაც გამოგვიშვეს კოლონები, მოვდივარ და კიდე გავჩვენეთ, იმიტომ რომ რაღაც მანქანა არის ჩახერგილი თუ რაღაც ეგეთი. ფასანაური გუდაურის მიმართულებით მოძრაობა აღდგენილია მხოლოდ და მხოლოდ ამ ეტაპისთვის გუდაურიდან თბილისის მიმართულებით მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები, დღის ბოლომდე ვარაუდობთ გზის ორივე მიმართულებით გახსნას. დითოვლობის გამო მისასვლელი გზა 2 დღეა ჩაკეტილია ყაზბეგში. ტურისტები ყვებიან, რომ სასტუმროებში სურსათის მარაგი ამოეწურათ. მაღაზიებშიც უკვე ადგილობრივებსაც უკვე არის შოება პრაქტიკულად არაფერი. სადაც რეკავთ დაწესებულებია, მესაბარი სტრუქტურებში იქიდან შაბლონური პასუხებია. დითოვლობის გამო პრობლემებია მესტიასა და უშგულშიც. 16 თემი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მესტიის რაიონის სოფლების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. სვანეთში უკვე მერვე დღეა გადაუღებლად თოვს. დითოვლობის გამო უშგულის მიმართულებით მოძრაობა შეწყვეტილია და სპეციალური ტექნიკის მუშაობა ვერ ხერხდება. ადამიანებს იქ რო ცხოვრობენ და რას პროდუქტის დაკლებობა არ გააჩნიათ და იმიტომ რომ ჩვენ სვანები არა ვართ რაღაცაზე დაიმედებული 6 თვე ჩვენ ვიცით სამთარია და მომარაგებული და ყველა პროდუქტი არ არის პროცესი რაღაცა რომ ვინმე ჩარჩენილი იყო. უამინდობის გამო ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაცია ნინოწმინდაში საქართველოს სომხეთის დამაკავშირებელ გზაზე უკვე დასრულებულია. ოპერაცია შინაგან საქმეთა და რეგიონული განვითარების სამინისტროების სპეციალურმა სამსახურებმა ჩაატარეს. ამ დროისთვის ადგილზე მხოლოდ რამდენიმე ავტომობილია დარჩენილი. ქარბუქის გამო ელექტრომომარაგება ახალციხის რაიონის რამდენიმე სოფელს არ მიეწოდებოდა, თუმცა ამ ეტაპზე პრობლემა მოგვარებულია. ავარიები მოხდა ოპერატიულად რეაგირება ისევე როგორც ყველა რეგიონში, ყველა ავარიაზე და ეხლა ყველა ფიდერი ჩართულია, ყველა ტრანსფორმატორი ჩართულია. ინტენსიური თოვის გამო დღის მეორე ნახევარში აიკრძალა მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოცე. გუდაური კობისა და სტეფანწმინდა ლარსის მონაკვეთზე კი ისევ ზვავ საშიშროებაა. და რა ვითარება ადგილზე ირინა კეჭაყმაძე იმყოფება მლეთაში. ირინა, ამ დროისთვის თუ არის მოძრაობა გუდაურის მიმართულებით? დიახზაალ, რამდენიმე წუთის წინ ფასანაურიდან გუდაურის მიმართულებით მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია, თუმცა კვლავ შეზღუდვები არის, ცალმხრივად არის გადაადგილება შესაძლებელი მლეთიდან სეთურების მიმართულებით. მოძრაობა უკვე აღდგენილია, როგორც უკვე გითხარით, ორმხრივად ფასანაურიდან გუდაურის მიმართულებით, თუმცა გადაადგილება კვლავ იგრძალება სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსებისათვის. რაც შეეხება გუდაური, კობის, სტეფანწმინდა ლარსის მონაკვეთზე კვლავ გზა არის ჩაკეტილი და რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო უცნობია, როდის მოხდება გზის გახსნა.